ეს პოსტსკრიპტუმია. იცოდით თუ არა, რომ ზუსტად ამ დღეებში 10-დან 19 ფებრვარამდე ინდოეთში, გოას შტატში მიმდინარეობს მსოფლიოს საკრალური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ქეთევან დედოფლის სახელს ატარებს. დიახ, ღონისძიებას პირდაპირ ასე ქვია, ქეთევანი. არ განიცადოთ თუ თქვენ ეს არ იცოდით, ალბათ ამის შესახებ ქართველ მუსიკოსებსაც ბევრი არაფერი სმენიათ, ვინაიდან. ფესტივალზე უკვე რამდენიმე წელია არტისტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან და 10 დღის განმავლობაში ტაძრის ნანგრევებში, სადაც დიდი მიწისძვრის შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იპოვეს, მის პატივსაცემად ულამაზესი კონცერტები იმართება. მაგრამ ამ ფესტივალზე არასდროს არც ერთხელ არ გამოსულა ქართველი მუსიკოსი. ინდოეთში კი ჩვენი დედოფალი იმდენად უყვართ, რომ ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში მის სახელზე მუსლიმები და ინდუსებიც კილოცულობენ. დღეს დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის მუზეუმშია დაცული. ძვლებს გენეტიკური ანალიზიც კი ჩაუტარდა და მათი ავთენტურობა შეიძლება ითქვას უკვე მეცნიერულადაც გამყარებულია. ახლა თქვენ პირველად ნახავთ კადრებს, რომლებზეც ქეთევანის წმინდა ნაწილებია აღბეჭდილი. ჯერჯერობით იძულებული ვართ მხოლოდ ვიდეო მასალით დავკმაყოფილდეთ. თუმცა თუ ქართული მხარე დაწყებული მოლაპარაკებების ოდესმე ბოლომდე მიყვანას მოახერხებს, ინდოეთი თანახმა უძვირფასესი რელიქვია რამდენიმე თვით საქართველოში ჩამოასვენოს და ამგვარად მრავალსაუკუნოვანი განშორების შემდეგ დედოფალი ცოტა ხნით სამშობლოს დაუბრუნოს. ნონსე სინიორა დაგრასას ტაძარში ისტორიას მუსიკით აცოცხლებენ. ძველი გოა მე-13 საუკუნის ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ყოველწლიური საკრალური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს. ამ დღეებში ინდოელები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები ადიდებენ ქალს, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში იდეალებისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. ეს ქალი ქართველი დედოფალი ქეთევან წამებულია. დაგრასას გრანდიოზული მონასტერი ავგუსტინელმა ბერებმა ძველ გოაში პორტუგალიელთა ბატონობის პერიოდში ააგეს. ულამაზესი ტაძარი სხვადასხვა დროს მომხდარმა მიწისძვრებმა და ინდოეთის მუსონურმა წვიმებმა საბოლოოდ გაანადგურა. ახლა მისგან მხოლოდ ეს კედლები და 41 მეტრიანი კოშკის ფრაგმენტებია დარჩენილი. 400 წლის მანძილზე სწორედ აქ ინახებოდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები. სიყვარულით და რწმენით სავსე გული დაგქონდა და არ იცოდა რას ამზადებს ველი შირაზის. ახალგაზრდა პოეტი გოაში ფესტივალზე არ ჩასულა, მაგრამ დაგრასას ნანგრევებში დაკარგულ დედოფალს რამდენიმე სტროფს სპონტანურად უძღვნის. პარალელურად სატელევიზიო პროექტ მოგზაურის ჩანაწერებზე მუშაობს. ასე მოხდა მიშა ტყებუჩავას ობიექტივში კადრები, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ეს 400 წლის წინ შირაზიდან ჩამოსვენებული და დაგრასას ნანგრევებში ნაპოვნი ქეთევან წამებულის მარჯვენა ხელის წმინდა ნაწილებია. დედოფლის ამ ორ პატარა ძვალს ინდოელებმა გოას მარგალიტი უწოდეს. არქეოლოგიურ მუზეუმში ცალკე ოთახი გამოუყვეს და პატივით დაასვენეს შავი ქვის კუბოსთან ერთად. ესეთი მომენტი იყო შესვლის წინ, მოხუცი ქალი შევხვდა და ჩამომკიდა, ჯერ მკითხა საიდან ხარო და მეთქი ჯორჯია. ანუ ქეთევანის ქვეყნიდანო და ჩამომკიდა ყვავილი და მაჩუკა ჯვარი. ამ ოთახში ქართველი დედოფალი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტს მასპინძლობს. ბევრი მათგანი საქართველოს შესახებ აქ პირველად იგებს. 1627 წელს პორტუგალიელმა ბერმა ამბროსიო დუშანჟუშმა გოაში ჩამოიტანა სპარსეთში ნაწამები დედოფლის სხეულის ფრაგმენტი. თვითმხილველმა ბერებმა დეტალურად აღწერეს ქართველთა მეფის თეიმურაზის დედის ქეთევან ბაგრატიონის წამების შემზარავი ისტორია, რომელიც არ დაემორჩილა შაჰაბას პირველის ნებას, არ გაყვამას ცოლად და არ აღიარა ისლამი, რის გამოც 1624 წლის 13 სექტემბერს სპარსეთის ქალაქ შირაზში ქეთევან დედოფალი სასტიკი წამებით დასაჯეს. ჯერ მას თავზე გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს, შემდეგ კი ლამას სახეზე მარწუხებით ხორცს გლეჯდნენ. დედოფალი წელამდე გააშიშვლეს, გავარვარებული მარწუხებით უწვავდნენ მკერდს და სხეულს, ორივე ძუძუ მოაგლიჯეს, თავი გაუხეთქეს და ბოლოს დაახჩვეს. ამ შემზარავ სანახაობას ირანში მყოფი ქართველები და უცხოელები დაასწრეს. ასე აღწერეს აუტანელი წამება და ეს ამბავი მთელს მსოფლიოს გააგებინეს. მთელმა ევროპამ ფაქტიურად გაიგო ქეთევანის შესახებ და ზოგმა ოდამი უცხოა, ზოგმა თეატრი დადგა ქეთევან დედოფალზე და ასე შემდეგ.
პირმშვენიერი, მორჩილი აღნაგობის დაახლოებით 40 წლის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებით სამუდამოდ დაიკარგებოდა, რომ არა დიდი საზოგადო მოღვაწე რეზო თაბუკაშვილი. ის ქართველთა მიმობნეულ სიწმინდეებს მთელს მსოფლიოში ეძებდა და ერთხელაც ლისაბონში, გულბეკიანის უმდიდრეს მუზეუმში იპოვა ჩანაწერები, სადაც ზუსტად იყო აღწერილი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მდებარეობა ინდოეთში, კერძოდ გოაში. 1988 წელს გადამღებ ჯგუფთან ერთად ინდოეთში ჩასულებს მიწასთან გასწორებული ტაძარი დახვდათ, მაგრამ ყველაზე რთული ინდურ ბიუროკრატიასთან ბრძოლა აღმოჩნდა. საჭირო იყო ნებართვა გათხრების დასაწყებად. თითქმის წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, რომ აი ეს ნებართვა მან მოიპოვა. მაგრამ ახლა დადგა საკითხი, რა თანხით საბჭოთა ტურისტებს მაშინ $20-ზე მეტი საზოგადოებრივ არ უნდა ქონოდა. სამაგერო საბჭოთა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მედიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყანაში, სადაც საჩუქრები ძალიან ფასობს. არ დაქონდა ჩვენ რაღაც სუვენირები, ფანქრები, საპნები, რაც ინდოეთში ძალიან დიდ საჩუქრად ითვლებოდა მაშინ. და აი ამ სუვენირების ფასად დაუსაქმებელი ინდოელების დიდი ჯგუფი დავიქირავეთ, ასე ვთქვა და მათ დაიწყეს ამის გათხრა. დასამრჯელო მათი დღიური იყო, 5 საპონი, 3 ფანქარი, 7 საშრელი. ჩანაწერების თანახმად, კუბოში მოთავსებული დედოფლის ფრაგმენტები საკურთხევლის უკან, კაპიტოლის მეორე ნიშში უნდა ყოფილიყო დასვენებული, მაგრამ ფანქრებისა და საპნების სანაცვლოდ წარმოებული გათხრების პირველი მცდელობა უშედეგო იყო. მძიმე ავადმყოფობის გამო რეზო თაბუკაშვილი გოაში ვეღარ დაბრუნდა. პირველად 2000 წელი იყო, რომ ჩამოვედით. აქ იყო მიწის გორები იდგა. მამა გიორგი რაზმაძემ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ძებნა 2000 წელს განაახლა. ის რამდენჯერმე ჩავიდა ინდოეთში და თავადაც მონაწილეობდა გათხრებში. 2006 წელს გოა სენსაციურმა აღმოჩენამ მოიცვა. 18 წლიანი ძებნის შემდეგ ნონსა სინьора დაგრასას გათხრების ხელმძღვანელმა ინდოელმა არქეოლოგმა ნიზამუდინ ტახირმა შავი ქვის კუბო იპოვა. თავდაპირველად ძებნა ტაძრის ამ ფლიგელში დავიწყეთ. გვეგონა რომ დედოფლის ნაწილები იატაკში იქნებოდა დასვენებული. შევცდით, ამიტომ გათხრები მეორე მხარეს განვაგრძეთ. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მეორე სარკმლის ნიშაში ვიპოვეთ შავი ქვის კუბოს თავსახური. მიწისძვრის დროს კუბო იატაკზე დავარდნილიყო. მოგვიანებით მიწაში აღმოვაჩინეთ ძვალი, რომელიც ქალს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ სწორედ ეს იყო ქეთევან დედოფლის ნაშთი. მუსულმანებმა აწამეს და მუსულმანებმა იპოვეს. და კიდევ უფრო დიდი საოცრება მოხდა, როცა ამოიღეს ამოუბნის ნაწილი. უზარმაზარი კვადრო ქვა ჩამოვარდა და დაეცა ამ მუშას. რიფხელა იყო, ხალხმა ვერ აწია. უნებელი გამოვიდა იქიდან, ხელში ეჭირა ქეთევან დედოფლის ნაწილები წარმოედგინეთ. ენა ვერ გამოთქვამს ამას. ამდენ წლის განმავლობაში რაღაცას რო ეძებ თან ქეთევან დედოფლის ნაწილს და დადებენ და გეტყვია რომ ეს არის. არ ვიცი, სიზმარში მეგონა თავი. ეს ემოციური კადრები რეჟისორმა ბესო გაფრინდაშვილმა გადაიღო. ქეთევან დედოფალზე მასალებს ის 10 წელი აგროვებდა. ნიზამუდინ ტახირმა, არქეოლოგმა, ვინც ხელმძღვანელობდა ამ გათხრებს, თქვა რომ ჩვენ როდესაც აი ამ გათხრებს ვაწარმოებდით, მთელი გოას მოსახლეობა ელოდა ინტერესით შევძლებდით თუ არა აღმოგვეჩინა ქართველი დედოფლის წმინდა ნაწილი. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ნაპოვნი ფრაგმენტები ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც გენეტიკურ ანალიზს უნდა დაედასტურებინა. მამა გიორგი საქართველოში დაბრუნდა და ინდოეთში 50 ქართველის გენეტიკური მასალა გააგზავნა. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ესეთი ადამიანი, რომელიც აი პირდაპირ შთამომავალი იქნებოდა ქეთევან დედოფლისა. შეიძლება არსებობს ამ ქვეყანაზე, მეორე იძახის რომ ვართ, მაგრამ ერთ-ერთი გონორული გადაწყვეტილება იყო, რომ ქართველი ადამიანების და დაახლოებით 50,000-ის ნეწყვის ანალიზი აგვიღო. ხარლაბადი ესეთი ქალაქი, სადაც ძალიან სერიოზული კვლევითი ცენტრი აქვს დნმ-ის ანალიზი ასატარებელი და წლების განმავლობაში მიდიოდა კვლევა ყველა დონეზე. ერთ-ერთი დაემთხვა ქეთევან დედოფლის და ამ ქართული ადამიანების დნმ-ის მიმართულება ერთმანეთს, რომ იყო ნამდვილად ქართული კავკასიური წარმოშობის. ვინც იპოვა მისი ძვლის ფრაგმენტები ნიზამუდინ ტახირი მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგის მუსლიმი აღსარებლობით, მაგრამ ქეთევანისადმი დიდი მოწიწებით არის გამსჭვალული და მას ისეთივე დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ. მე ჩემი თვალით ამაკ ნანახი ინდუსები, მუსლიმები, კათოლიკეები. მე ჩემი თვალით მაგ ნანახი მაგალითად პორტუგალიაში დაგრასას მონასტერში მისადმი მიძღვნილი პანო და ამ პანოსადმი მოწიწება და პატივისცემა ძალიან დიდია. ქეთევანი შახის თავაზობს
როგორ არის. ეს კი სულ ახლახან აღმოჩენილი მინიატურებია. ულამაზესი დედოფალი წამებამდე და წამების დროს. მარწუხებით ძუძუს მოკვეთა გადმოცემულია გრიფიუსის მინიატურებში, რომელიც მალე ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას. აქამდე უცნობი ჩანახატები გერმანიის ერთ-ერთ მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა აღმოაჩინა. ეს არის უნიკალური ისტორიული მასალა, რადგან არის შექმნილი 1655 წელს დედოფლის წამებიდან ძალიან მოკლე დრო არის გასული და მინიატურაზე ასახული სცენები და დაგრასას მონასტერში წარმოდგენილი გამოსახულებები ძალიან გავს სიუჟეტურად ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ეს გამოსახულებები და ეს ნახატები შეიქმნა იმ ადამიანთა მიერ, რომელიც ან ესწრებოდა ამ წამების სცენას და იყო მოვლენის თანადროული, ან მათი მონათხრობის მიხედვით. 400 წელი გავიდა, მაგრამ აღმოჩენები ქეთევან დედოფლის ირგვლივ ჯერ არ დასრულებულა. ლეგენდები მე-17 საუკუნეშივე შეიქმნა. 1628 წელს ავგუსტინელი ბერი ამბროსიო დუშანჟუში საქართველოში ჩამოვიდა და ქართლ-კახეთის მეფეს თეიმურას მისი დედის ქეთევან დედოფლის შირაზში ნაწამების ხედრის ნაწილები ჩამოუტანა. გადმოცემის თანახმად ეს იყო თავის ქალა და ფეხი, რომელსაც ჯერ ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი. დუშანჟუშმა დეტალურად მოუყვა მეფეს დედის წამების ისტორია, რომელსაც მოგვიანებით თეიმურაზმა ძალიან ტრაგიკული პოემაც მიუძღვნა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი ალავერდის ტაძრის საკურთხეველში ჩაასვენა. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად წმინდა რელიქვია ალავერდის საკურთხეველში აღარ განისვენებს, რადგან კახეთიდან გაქცეულმა თეიმურაზმა თან წაიღო და ადიდებულმა არაგმა მოსტაცა. ჯერჯერობით ლეგენდის ნაწილად რჩება ინდოეთიდან ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამოსვენებაც. ინდური მხარე თანახმა საქართველოს 6 თვით გადმოსცეს წმინდა დედოფლის ფრაგმენტები. სად უნდა დაასვენა 400 წლის შემდეგ ნაპოვნი რელიქვია, მუზეუმში თუ ტაძარში? ახლა დისკუსია კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის ამ თემაზე მიმდინარეობს. სანამ ქართული მხარე დაობს ნონსა სინьора დაგრასას მონასტერში. იქ სადაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იპოვეს, 10-დან 19 თებერვლის ჩათვლით ქეთევან დედოფლის სახელობის ულამაზესი მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. დიდი მადლობა მოწოდებული დოკუმენტური მასალებისთვის ბესო გაფრინდაშვილს და გიორგი კალანდიას. ამ სიუჟეტში თქვენ მოისმინეთ მამა გიორგი ამბობდა, რომ მათ ვერ იპოვეს წმინდა ქეთევანის პირდაპირი შთამომავლები. აბა დავით თარხან-მოურავი ვინ არის? თუ ინდოეთამდე ჯერაც ვერ ჩააღწია სახელგანთქმულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ დიდმოწამე დედოფალი ბატონი დავითის დიდი ბებია. რა საჭირო იყო 50 ქართველის გენეტიკური მონაცემების შეგროვება, როდესაც მხოლოდ ერთის თარხან-მოურავის გენეტიკური კოდის გაშიფრვაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ წმინდა ნაწილების ავთენტურობა დამტკიცებულიყო. ჯერ ნამდვილად არიციან თორემ ინდოეთში რომ ამას გაიგებენ, ალბათ მუსიკალურ ფესტივალსაც სახელს შეუცვლიან და ქეთევანის დაცვლად დათოს დაარქმევენ. პოსტსკრიპტუმი დასრულებულია. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემებით ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო კვირას, მანამდე კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გამოჯანმრთელებას და სიმშვიდეს ვუსურვებთ. ნახვამდის.